დღეს შემოყოფებით იუსტიციის სამინისტროში, სადაც იმართება უწყებათა შორისი კომისიის ხდომა. ადგილზე მოსულები არიან როგორც მინისტრები, ასევე მინისტრის მოადგილეები, მათ შორის დავით მათიკაშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი და გიორგი ლილუაშვილი და სხვა მრავალი პიროვნება. უწყებათა შორისი კომისიის ხდომაზე განიხილავენ სხვადასხვა თემებს და როგორც კი გამოვლენ ისინი სამინისტროდან ჩვენ მათ კითხვას დავუსმენთ და გავიგებთ მათ აზრს და გავიგებთ თუ რა ხდებოდა კომისიის ხდომაზე. დღეს ჩვენ არ მოგვეცა საშუალება კომისიის ხდომას დავსწრებოდით, გითხრას უარი და ამიტომ იზოლებულები ვართ რომ მივმართოთ ამ ნაბიჯს, რომ ისინი ჩავწეროთ გამოსვლის თანავე და ძალიან მალე დაგიბრუნდებით ეთერში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის დროებით. მოგესალმებით. დღეს მოგეხსენებათ უწყებათა შორისი კომისიის ხდომაზე იმყოფებოდით. თუ შეიძლება გითხრათ რა და როგორ იყო და რა განიხილეთ? დღეს განიხილებოდა ჩვენი საჩივრები, პარტია საქართველოს და იმასთან დაკავშირებით, რომ კახი კალაძემ თბილისობა გადმოწია აქეთ და შესაბამისად მოსყიდვა განახორციელა თბილისელების და ყოველ შემთხვევაში ცდილობა ჰქონდა რამდენად მოისყიდება თბილისი ამ ქმედებით კიდევ საკითხავი არის. ასევე ვითხოვდით ჩვენ რომ დოკუმენტაცია გადმოეცათ ჩვენთვის ყველა ხდომის ოქმი და მათ შორის აუდიო ჩანაწერები. მინისტრმა დაავალა თავის თანამშრომლებს რომ აღნიშნული ქმედება განახორციელებიათ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ამობეჭდილი, ხელმოწერილი და ბეჭდდარტყმული, თუმცა აგერ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უარით გამოგვისტუმრეს. ამისთვის ვადები გვაქვს, ალბათ ეს ვადები არჩევნების შემდეგ დამთავრდება და ჩვენ არ მოგვეცემა საშუალება გავასაჩივროთ ის საკითხები, რაც აქ იყო დასმული და შესაბამისად წამოჭრილი უწყებათა შორის კომისიაზე. მე ასევე ხაზს გავუსვავ იმ საკითხს, რომ პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე, ანუ კალაძის მიერ თბილისობის გადმოტანაზე და სახელმწიფო რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით დაწყებული არის მოძიება და მოძიებას დაველოდებითო და შესაბამისად მივიღებთ ზომებსო. ანუ აღძრული არის შესაბამისად საქმე, იმიტომ რომ როდესაც საქართველოს კანონმდებლობით პროკურატურაში შედის განცხადება, აღიზრება საქმე და იწყება გამოძიება. ანუ გამოძიება არის ამასთან დაკავშირებით დაწყებული კალაძის წინააღმდეგ. ერთი ეს შემიძლია ვთქვა, დანარჩენი შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული კომისია ფაქტურად უმოქმედო არის, რეკომენდაციები შემოიფარგლება, თუმცა აქ იყვნენ სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ბევრ შემთხვევაში პასუხსაც ვერ გვცემდნენ ჩვენ საჩივრებთან მიმართებაში. ჩვენ ასევე დავაყენეთ საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა არსებით განხილვაზე აი კალაძესთან დაკავშირებულ საკითხებთან, იმიტომ რომ პირდაპირ ვითხოვდით არჩევნებიდან მოხსნას. საერთოდ არ განიხილეს ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევალთ სასამართლოში, ასევე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად, როგორც მოგეხსენება ჩვენ დავავდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ჩვენ კანდიდატთან დაკავშირებით და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დააკისრა სასამართლომ ასევე არა მარტო აღდგენა ჩვენი კანდიდატის, არამედ 100 ლარი დააკისრა გადასახდელად და შესაბამისად 100 ლარის გადახდა არ უნდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, იმიტომ რომ დავპირდით იმ 100 ლარს, როგორც გავიგებთ, ეგრევე თქვენ წინააღმდეგ საჩივარ შემოვიტანხმოთ და ეთქობა ეშინიათ საჩივრების შეტანის და ესეც შემაფერხებელი არის, რა თქმა უნდა, საზოგადოება პროიწოდეს ყველა საჩივარი ფასიანია და ისეთ პარტიებს როგორც ჩვენი არის დაუფინანსებელი ფაქტიურად გადაულახავ წინაღობად წარმოიშვა, იმიტომ რომ ჩვენ უფლებებს ვერ ვიცავთ სასამართლოში რომ შევიტანთ საჩივრებს, ყოველი 100 ლარი ვიხადოთ და შემდგომ ის გასაჩივრება კიდე 150 ლარი, სადაც 250 ლარი იჭდება ერთი საჩივარი და უამრავი საჩივრები არის, უამრავი დარღვევები არის და ამის გამო ვერ ვასაჩივრებთ. აი ეს არის მეგობრებო დღევანდელი საარჩევნო პროცესები და ამიტომ არის რომ პარტიებიც ალბათ არიდებენ თავს საჩივრების შეტანას სასამართლოში. ეს ხდომა როგორ დასრულდა? აი იყო თუ არა კამათი და მსგავსი რაღაც? კამათი რა თქმა უნდა იყო
ასევე გახარიას პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ასევე დარღვევები ჰქონდა წარმოდგენილი, იყვნენ დამკვირვებლები, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებიან მხოლოდ და მხოლოდ ზიან ჩუმად და ხმას არ იღებენ, მათ რა თქმა უნდა წინასაარჩევნოდ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზიები საარჩევნო, თუმცა ერთ-ერთმა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ის აღნიშნა, რომ მარტო ის დადის უბნებზე და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტურად არცად არ შესულან საარჩევნო უბნებზე იყო საუბარი. ეს რა თქმა უნდა თავისთავად წარმოაჩენს იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც არიან CSGO-ში დარეგისტრირებული, ზოგიერთ დამკვირვებელიც კი არ ყავს ჯერჯერობით დაფიქსირებული. ისეთი ორგანიზაციებიც არიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებული. სამწუხარო ის არის, რომ რეალურად სადამკვირვებლო ორგანიზაციები წარმოადგენენ მხარეებს. მხარეებს წარმოადგენენ და გარკვეულია ძირითადად სახელმწიფო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან, ვინმე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, იმიტომ რომ მე კიდე აღვნიშნავ, რომ დღემდე ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის არცეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ მოუმართია, რა პრობლემები არსებობს წინასაარჩევნოდ, რა პრობლემებს შევეჩერხეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ აქედან გამომდინარე თუ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას მიმართეს, მე ასეთ არც ერთი არ მეგულება, ვინმესთვის მიემართოთ მსგავსი კითხვით, რა დარღვევები აქვს დაფიქსირებული, რომ მათ რეაგირება მოახდინონ ამასთან დაკავშირებით. დღეს იყო არჩევნებამდე ბოლო უწყებათა შორის კომისიის შეკრება. შემდგომი შეკრება გაიმართება არჩევნების შემდეგ და არჩევნების შემდეგ დაიწყება თუ რა დარღვევები მოხდა ალბათ არჩევნებზე, მაგრამ მე ხას უსვამ არჩევნების შემდეგ ჩატარებული და გამოკითხვა დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოსაც კი არ მიუღია ისტორიას არ ახსოვს, რომ უბანი გახსნილი იყოს, რანაირი დარღვევაც არ უნდა ყოფილიყო და თავიდან გადათვლილი იყოს თუნდაც ერთი უბანი. ბოლო კითხვა ბატონო გიორგი, როგორც ჩვენ გადავიღეთ ადგილზე სხდომას ესწრებოდნენ ბატონი გიორგი ცაგარეშვილი, დავით მათიკაშვილი, ქართული ოცნებიდან და სხვადასხვა პარტიებიდან. მათ რა არგუმენტები ჰქონდათ ამ კომისიაზე და რა არგუმენტები წამოაყენეს? დავით მათიკაშვილი, როგორც წესი, ჩუმაძის იქ ერთადერთხელ ამ კომისიების შეკრებასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ერთი ფაქტი განიხილებოდა, როდესაც სასტუმრო საქართველოს წინ მოხდა ოცნების მხარდამჭერები, რომ დაესიენ იქ გამლელ მოქალაქეებს, ამასთან დაკავშირებით ჰქონდა მოსაზრება, რომ თურმე ისინი განსარღვევდნენ ქუჩაში რომ დადიოდნენ და შესაბამისად ხდებოდა იმ მოქალაქეების განკითხვა, რომლებიც ქალაქში მოძრაობდნენ. და არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ იმათთან, ვინც ფაქტურად დაარბია ეს მოქალაქეები და როდესაც ჩვენ შეკითხვა დავუსვით, რომ ის მოქალაქეები, რომლებმაც ქუჩაში გაიარეს, შიგნით შემოვარდნენ ოფისში. რა თქმა უნდა, ოფისში არავინ არ შევარდნია, ეს არის ქალაქის ცენტრი, ქალაქის ცენტრში საზოგადოებრივ ადგილზე მე შემიძლია გავიაროთ და მე ესე იგი საფრთხეს წარმოადგენ, რომ ვიღაცა გამოარდება და თავში ჩამარტყავს აგურს თუ რას უნდა ველოდო, ან შეურაცხყოფას მომაყენებს მათი საარჩევნო უბნიდან. და ამასთან დაკავშირებით ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ხმა მოიღო საერთოდ ბატონო მათიკაშვილმა და საერთოდ ჯამში ზის დამკვირვებლად. იმიტომ რომ იმას არ ჭირდება იქ მის ამოღება, არც პოზიციების დაცვა, უამრავი მინისტრი და მინისტრის მოადგილეები ყავთ იქ, რომლებიც ქართული ოცნების პოლიტიკურ უფლებებს იცავენ. და შესაბამისად სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები დაჭარბებული ყავართ აგერ ვამბობ ოქმი არ გადმოგწეს, ახლა ხოვე რომ ოქმი გადმოეცათ, არ გადმოგწეს, არც ოქმი გადმოგწეს, არც აუდიო ჩანაწერი, ვეუბნებია რომ ინტერნეტში ვეუბნები მანახე სად არის, აი ხო შეიძლება რომ მანახო საჯარო ინფორმაცია. თუ საჯარო არის და საჯარო ინფორმაცია და ვერზე უდევთ, მაშინ თავისუფლად ნებისმიერს უნდა შეეძლოს შევიდეს და ნახოს. შევედით, ვეძებეთ, ვერ ვნახეთ. ცხელ ხაზზე ვრეკავდით, ცხელი ხაზი არ პასუხობს.
მეტი თქვენ შეეცადეთ რომ ჩვენ აგვეყვანეთ გადასაღებად ამ ყველაფრის გადასაღებად და მათი პასუხი იყო არა. ალბათ ეშინიათ ჩემი აზრით რომ ვინმე სიმართლე გაიგო. ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ოფიციალურად მოითხოვა აღნიშნული სხდომების პირდაპირ ეთერში გადაცემა, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის საინტერესო არის ასაკითხები განიხილება. დღეს ალბათ ინტერვიუ აღარ იქნებოდა საჭირო, როდესაც მთელი საზოგადოება ნახავდა რა თემები განიხილება, რა საკითხები განიხილება ამ კომისიაზე, რა პასუხს სცემენ მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, მაგრამ ამაზე უარი განაცხადა უშუალოდ ბატონმა სალიამ, იმიტომ რომ ის თulis რომ არაა საჭირო ამის პირდაპირ ეთერში გადაცემა. რაც შეეხება აუდიო ჩანაწერი, აგერ აუდიო ჩანაწერს ვითხოვთ და არ გვაძლევენ და შესაბამისად არც ვერც ინტერნეტში ვერ მოვიძიეთ და ამიტომ ახლა მეტი რა გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი ამოწურავი ინფორმაციით. პირიქით მადლობა თქვენ რომ მობრძანდით დღეს და გაგვაშუქეთ, იმიტომ რომ როგორც წესი, აქ მხოლოდ და მხოლოდ მათიკაშვილისთვის მოდის ტელევიზიები და შორის ტელეიმედი. კი, რა თქმა უნდა, ტელეიმედი, რუსთავი 2, პირველი არხი და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც დაინახეთ, დღეს ჩვენს გარდა აქ არავინ არ არის. კი, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა იმისათვის, რომ მობრძანდით და დაგაინტერესათ თუ რა ხდება აი ამ შენობაში, სადაც კანონს უნდა იცავდნენ. მაგრამ კანონის დაცვის მაგივრად კანონს არ ღვევენ. მოგესალმებით ქალბატონო ლალი. თქვენც იმყოფებოდით ბატონ გიორგი ლილვაშვილთან ერთად კომისიაზე, რომ გითხრათ თუ შეიძლება რა განიხილებოდა კომისიაზე და რა იყო დღეს წესრიგი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კომისიაზე განიხილებოდა უშუალოდ გიორგი ლილვაშვილის განცხადება საჩივრები, თუმცა ასეთი პოზიცია იყო კომისიის მხრიდან თქვენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზექიდიაო. იქიდან გამომდინარე რომ მათ მიაჩნდათ რომ გიორგი ლილვაშვილი რასაც ასაჩივრებდა და ითხოვდა რომ მომქმედ მერს არ უნდა ჰქონდეს იმისი რესურსი სახელმწიფოდან გამოყოფილი რომ საარჩევნო კამპანიას ატარებდეს. არ უნდა ჰქონდეს იმისი რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომ ატარებდეს თბილისობას, ატარებდეს რაღაცა ღონისძიებებს, რომ თითქოს მოსახლეობას საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. აქედან გამომდინარე მათ ასეთი პასუხი გასცეს, რომ ის მერია მომქმედი მერი და ამის უფლებები აქვს. თუმცა მინდა აღვნიშნო ის გარემოება და მე კომისიაზედაც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ მე მქონდა ის შემთხვევები, როდესაც სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც აფინანსებდა მერია ბინის ქირით, ბინის ქირებს უხდიდა, ეს ხალხი მოხსნეს ბინის ქირის პროგრამიდან და უთხრეს, აი თქვენ დღეს ხვალებინა უნდა მიიღოთ და აქედან გამომდინარე ქირა აღარ გეკუთვნით. თუმცა იმის შემდეგ დღესდღეობით ახლიდან დააყენეს ეს ხალხი ბინის ქირის გადახდის პროგრამაში, იქიდან გამომდინარე რომ საცხოვრებელი ფართები არ მისცეს და უფრო მეტიც გარკვეული მუნიციპალიტეტები შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ხალხს, ამ ოჯახს. ამ ოჯახის უფროს წევრს გარკვეული პერიოდი მე ვიფარებდი სახლში, იქიდან გამომდინარე ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ჰყავდათ მოსწავლეები ოჯახში და ფაქტიურად ქუჩაში იყვნენ დარჩენილები. თუმცა მე გამგეობის ერთ-ერთმა წარმომადგენლმა მომიცხა რომ ქალბატონო ლალი, თქვენ რატომ შეიფარეთ ეს ხალხი, ნათესავები არ ყავთო? აი ეს პოზიცია აქვს მერიას გაჭირვებული ხალხის მიმართ და მე ალბათ გამოვთქვა ჩემს აზრს, რომ ის საცხოვრებელი სახლებიც ვისაც გადასცეს, როგორც სხვა სხდომები და სხვა არჩევნები და სხვა რაიმე გადაწყვეტილებები მიიღეს კარებს შიგნიდან, დახურულ კარებს შიგნიდან, თვითონ თავიანთ ეგრეთ წოდებულ ამომრჩევლებს გადასცეს ეს საცხოვრებელი ბინები, რაც ფაქტიურად კანონმდებლობით ამომრჩევლის მოსყიდვას მეტყველებს. და ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ თბილისობა რატომღაც უნდა ჩაეტარებინათ სექტემბერში და სექტემბერში ჩაატარეს
თბილისობა არა, იმიტომ რომ თბილისელი ხალხისთვის შემოდგომის ზეიმი მიელოცათ არამედ იმისთვის, რომ თავიანთი პიარისთვის გამოეყენებინან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენს ქვეყანაში გვაქვს მაღალმთიანი რეგიონები, სადაც მოგვიანებით მოდის მოსავლის აღება მოგვიანებით, სადღაც ოქტომბრის ბოლო რიცხვებისთვის არის შესაძლებელი და ყოველთვის ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ბოლო კვირას იყო ხოლმე თბილისობა. ამ თბილისობის ზეიმზე ჩამოდიოდნენ რეგიონები, ჩამოჰქონდათ თავიანთი მოყვანილი სოფლის ნობათი და ხალხს ბევრი უსასყიდლოდ გადასცემდა გაჭირვებულ ხალხს ამ ჩამოტანილ ნობათს და ბევრი ძალიან შეღავათიან ფასებში ყიდდა. თუმცა დღეობით რესტორანში რომ შეხვიდე მწვადი ღირს 12 ლარი და თბილისობაზე გაყიდული მწვადი ღირდა 27 ლარი, 25 ლარი და ასე შემდეგ. ხაჭაპური, როდესაც რესტორანში შედიხარ ღირს 7 ლარი და იმაზე თბილისობაზე ღირდა 23-20 ლარი. აქედან გამომდინარე ესეც ალბათ თავიანთი ბიუჯეტის შესავსებად იყო ჩატარებული თბილისობა. რაც შეეხება სხვა რაღაც საკითხებს, იყვნენ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებმაც პარტიული ნიშნით თანამშრომლები გაანთავისუფლეს რეგიონებში სამსახურებიდან და ამაზე ჰქონდათ პრეტენზია და ესეთი უაზრო პასუხი გასცა შესაბამისმა უწყებამ, რომ იცით რა, ერთხელ გააფრთხილეს დაგვიანებაზე, მეორედ გააფრთხილეს დაგვიანებაზე, მესამედ გააფრთხილეს და წერილობით გააფრთხილეს და მეოთხედ სამსახურიდან გაანთავისუფლეს. თუმცა მე არ მომეცა საშუალება, რომ დამესვა ამ უწყებისთვის იმის კითხვა, რომ პიროვნება, რომელიც გააფრთხილეს, რომ სამსახურში რატო არ ცხადდებოდა, კი არ გააფრთხილეს, შეტყობინება გაუგზავნეს. ეს შეტყობინება მიიღო თუ არა ამ პიროვნებამ, ეს არავის არ დაუფიქსირებია და ან ეს პიროვნება იმ პერიოდში, როდესაც სამსახურში ვერ ცხადდებოდა, სად იმყოფებოდა. ხომ არ ჰქონდა ადგილი ამ პიროვნების იზოლაციას, რომ სამსახურში ვერ გამოცხადებულიყო, რაც მიზეზს მისცემდა მის სამსახურის ხელმძღვანელობას მისი განთავისუფლების შესახებ. აქედან გამომდინარე, მე თავში ვთქვი, შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხსეფკიდიაო, ეს უწყებათა შორის კომისიაც არის ფორმალობა, მეტი არაფერი. ჩემი ნათქვამი კი შეურაცხყოფად მიიღო კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა, რომ მე უთხარი, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვემსახუროთ ჩვენ ქვეყანას და თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ტრიბუნა თუ სახელმწიფო ბიუჯეტი იმისთვის, რომ თქვენი კარგად მორგებული სკამები შეინარჩუნოთ. და აქ მე კონკრეტულად პიროვნულად არავისთან არ მაქვს პრეტენზია, არც იმ კახი კალაძესთან, არც პატივცემულ მინისტრთან და არც სხვა მინისტრებთან. მე პრეტენზია მაქვს მინისტრის ამ პულაში მყოფ და მინისტრის სკამზე მჯდომ პიროვნებების მიმართ, რომლებიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას იყენებენ როგორ გითხრათ, კონკრეტული პარტია საქართველოს ოცნების სასარგებლოდ და არა სხვა სახელმწიფოში მაცხოვრებელი ხალხისთვის. მე უბრალოდ მინდა თქვენი ტელევიზიით მივმართო ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებს, თუ ამის ფორმატი მოგცემს ამის საშუალებას. მე ვარ ლალი ბუნტური, მომქმედი ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალობით და მინდა ჩვენს ხალხს მოუწოდო, რომ თუ დავდგებით ერთად დგომის პერიოდში ჩვენ ვერავინ ვერ დაგვამარცხებს და დაუდგეთ იმ ხალხს და იმ პარტიებს გვერდით, რომლებსაც ქვეყნის თავისუფლება უნდათ, ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვიან და მათ შორის არ ვიტყვი რომ ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი პარტია არის პარტია საქართველოს, რომელსაც მე წარმოვადგენ და მინდა რომ პარტია საქართველოს 11 ნომერს მისცენ ხმა და მე ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ და მე როგორც ერთი მაჟორიტარობის კანდიდატს ისნის რაიონში ლალი ბუნტურს მომცენ ხმა. მე ჩემს ხალხს ვპირდები იმას, რომ გარანტიას არაფრისაც არ ვაძლევ, იმიტომ რომ იმის გარანტიას არ მაქვს ხვალე ვიცხოვრებ და ვიქნები თუ არა ცოცხალი. აქედან გამომდინარე, პირობას
ვაძლევ ჩემს ხალხს, ჩემს საზოგადოებას და არა მარტო ისნის რაიონს, არამედ მთელს საქართველოს, სადაც შეუძლებ ისივ ჩემი ხალხის გვერდში დგომით ყველას და ყველა საკითხში დავეხმარო. აქედან გამომდინარე კიდევ და კიდევ ჩემ ხალხს მოუწოდებ გადარჩენისთვის აუცილებელია ცივილიზებული ფორმა, არჩევნები და ამ არჩევნებით უნდა გავიმართოთ წელში და ჩვენს ქვეყანას მოუწოდოთ გადარჩენისთვის არა ომით და ხელფეთებით, არამედ გონებრივად და არჩევით. მადლობა ყურადღებისთვის.